თითქმის 1 საათია, რაც დავით ჯანდიერი გიორგი ბაჩიაშვილს ხვდება და უახლოეს ცნობებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც, მათ შორის რამდენიმე წუთში უკვე ის გამოიტანს ციხიდან, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ დღეს ჩანიშნული სხდომა სააპელაციო სასამართლოში ეგრეთ წოდებული ბიტკოინების საქმეზე, რომელზეც გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლიანი პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე გიორგი გელაშვილმა, ჯერ ჩანიშნეს, რამდენიმე საათში კი დაუსაბუთებლად გადადეს ტექნიკური ხარვეზი. სწორედ ეს არის განმარტება, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატებმა სხდომის გაუქმების თაობაზე მიიღეს, თუმცა დამატებითი განმარტება იმასთან დაკავშირებით, რას შეეხება აღნიშნული ტექნიკური ხარვეზი, ან აღნიშნული ხარვეზი რამდენიმე საათში რანაირად შეიქმნა, ადვოკატებს არ მიუღიათ. ბუნებრივი არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ პენიტენციურმა სისტემამ ნაცემი გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო სხდომათა დარბაზში მიყვანა ვერ გაბედა, მიუხედავად იმისა, რომ ტელეკამერებისთვის სასამართლო სხდომები დახურულია, ამ პროცესებს უამრავი ადამიანი ესწრება და ბუნებრივია იქიდან ძალიან ბევრი ცნობა გამოდის, როდის ჩაინიშნება ბიტკოინების საქმეზე სააპელაციო განხილვა, ჯერჯერობით უცნობია, მომდევნო კვირაში შედგება მომდევნო ზარი სხდომის მდივნისგან და შემდეგ გაიგებენ უკვე ადვოკატები, როდის ჩაინიშნება სასამართლო სხდომა. გიორგი ბაჩიაშვილი ამ დრომდე რჩება გლდანის დაწესებულებაში, იქ სადაც ადვოკატების თქმით მისი სიცოცხლე საფრთხე ემუქრება, სწორედ ამიტომ დღის წესრიგში დგას მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ბაჩიაშვილის ეტაპირების გადაწყვეტილება რუსთავის დაწესებულებაში დროულად მიიღონ. დღეს ჰქონდა კომუნიკაცია სააპელაციო სასამართლოსთან, მოსამართლის თანაშემწემ დარეკა, გითხრა რომ სხდომა იყო 24 ივლისს ჩანიშნული, მე და ჩემს კოლეგას. შემდეგ რამდენიმე საათში განხორციელდა ზარი და ეს სხდომა გაუქმდა. ტექნიკური მიზეზებით აიხსნება, რატომაც გაუქმდაო და იმ კვირაში უკვე დაგვიკავშირდებიან ახალი თარიღის განსაზღვრისთვის, როგორც იცით, გიორგის სურს რომ მონაწილეობა მიიღოს ამ სხდომაში, ამიტომ მისი მდგომარეობა ხა ისედაც არ იძლევა ამ შესაძლებლობას, იმიტომ რომ არის სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც ის მკურნალობას გადის, თუ ვთქვათ, რაღაც მას ექნებოდა ამის ფიზიკურად ჯანმრთელობიდან გამომდინარე შესაძლებლობა, რომ დასწრებოდა, მასზე ხილული იქნებოდა ცხადია ის დაზიანებები, რომლებიც მას აქვს. ხვალ გვექნება მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ დაზრალებული სტატუსი მიენიჭოს მას, რაც ასევე წარმოადგენს საშუალებას იმისას, რომ საქმეში არსებულ მასალებს გავეცნოთ. გიორგი ბაჩიაშვილისთვის ამ დრომდე არ მიუნიჭებია პროკურატურას დაზარალებული სტატუსი 11 ივლისს გლდანის ციხეში მოხდა ფაქტთან დაკავშირებით, როდესაც მას ქსნის ციხიდან ეტაპირებული პატიმარი თავს დაესხა. ეს თავდასხმა იყო ორგანიზებული, ეს არის განცხადებები და შეფასებები, რომელიც თავად გიორგი ბაჩიაშვილს და მის უფლებადამცველებს აქვს და ამ დრომდე პენიტენციურ სამსახურს არ გაურცელებია არანაირი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, როგორ აღმოჩნდა ქსნის ციხის პატიმარი გიორგი ბაჩიაშვილის საკაში, თუ კი ეს თავდასხმა წინასწარ ორგანიზებული არ იყო.